ახლა კლავს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. დიაუდესიანის ნაცვლად ტყუის როლის ეროვნულ ფედერაციას დღეიდან რახა ბერქაური უხელმძღვანელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ფედერაციის საარჩევნო საანგარიშო ყრილობას 33 დელეგატი დაესწრო, რომელთაც პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს რახა ბერქაურს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. ვიცე-პრეზიდენტების პოსტებს ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ვეტერანი მსროლელი თამაზ იმნაიშვილი დაიკავებენ. დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის შემდეგ ყრილობის ახალმა პირველმა პირმა დელეგატების წინადადებები მოისმინა და მათ კითხვებს უპასუხა. რახა ბერქაურმა ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის პრიორიტეტები გამოკვეთა, რომელთა შორის უმთავრესად რეგიონებში საწვრთნელი ბაზების მოწესრიგება და სპორტის ამსახეობის განვითარებისთვის ხელშეწყობა დასახელდა. დღეს პრაქტიკულად განადგურებულია ეს სპორტის სახეობები, რომელიც არის ოლიმპიური სპორტის სახეობები და რომელსაც ელემენტარული ბაზა არ გააჩნია დღეს არც ტყუის როლს, არც სასტენდოს როლს. ამიტომ კრიზისიდან სასწრაფოდ ამოყვანის გზების დასახვა იქნება უახლოესი, რაც მე გავაკეთებ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს სპორტის სახეობები არის როგორც კი ოლიმპიური სპორტის სახეობებია და მეორეც პრაქტიკულად დღეს მიტოვებულია და ამ დროს ძალიან სახელგანთქმული სპორტსმენები ყავს ამ სპორტ სახეობას და ეს ჩემი ნათქვამი არ არის, ეს სტატისტიკა ჭიდაობის შემდეგ ამ სპორტ სახეობებს ყველაზე მეტი მედალი მოქონდა საქართველოსთვის. ელემენტარული შეიძლებოდა აქამდეც გაკეთებულიყო, მთავარი იყო მონდომება. კიდევ ვიძახი, რომ ეს სპორტის სახეობა, იმიტომ კი არ უნდა დაიკარგოს, რადგან მე ვარ ნინო სალუქვაძე და არ მინდა რომ დაიკარგოს. არა, ეს უნდა გახდეს სპორტის სტრატეგიული დანიშნულების გამო, იმიტომ რომ ტყუის როლით თუ მესთან სასტენდოს როლით დაკავებული ადამიანი ქვეყანას გამოადგება თავდაცვისათვის.